გიგვს გავსად მეც იურიდიულ დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი პროფესია და რა თქმა უნდა შესაბამისი ცოდნა არც მაქვს და არც უნდა მქონოდა არც ის რაც დავაგროვე ამ ბოლო 9 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ გიორგის მსგავსად ჩემთვისაც ესეთი პირველი გამოცდილება იყო ასეთი ინტენსივობით სასამართლოში სიარულის ხდომებზე დასწრება, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად აი ამ ჩვენი ცხოვრების ამ ნაწილს არ ვიცნობდით, თუმცა ერთის მხრივ ნამდვილად არის ეს საჭირო გამოცდილებაც, იმიტომ რომ ბევრად მეტად უნდა ვიყოთ ჩახედული იმაში, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო სისტემა. დღეს დილიდან ვიყავი მე სასამართლოში, დავესწარი ზვიად რატიანის სასამართლოს ხდომას და შემდეგ უკვე 8 პატიმრის, თუმცა მომიწია გადაცემის გამო ცოტა ადრე დატოვებ, მაგრამ გარკვეულ ნაწილს ამ სასამართლოსიც დავესწარი. თუმცა ხო, მხოლოდ ჩვენი გამოცდილება არა მხოლოდ პოლიტპატიმრების მიმართულებით არის, არამედ იმ მიმართულებით, რომ აქციაზე სამართლიან პროტესტში მყოფი თითქმის ყველა ადამიანი, უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი უმრავლესობა სამოქალაქო მიმართულებით არის უკვე ნასამართლები, გულისხმობ ჯარიმებს და ჩვენ ვესწრებოდით ამ სასამართლო პროცესებსაც ჩვენი მეგობრების, იმიტომ რომ განსასჯელის ერთგვარი განსასჯელის სკამი მოირგო ჩვენი საზოგადოების, მე ვიტყოდი რომ საუკეთესო ნაწილმა, ეს იქნება სამეცნიერო სფერო, ეს იქნება კულტურის სფერო, არ ვიცი, ჯანდაცვის სფერო და მასწავლებელი იქნება თუ ასე შემდეგ, ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც 9 თვის განმავლობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის წინაშე გამოავლინა და თქვა, რომ მას აინტერესებს როგორი იქნება ამ ქვეყნის მომავალი, მას აქვს საკუთარი პოზიცია და გამოვიდა რუსთაველზე, აღმოჩნდა ისე, რომ მისი ადგილი იყო განსასჯელის სკამზე, ჯარიმების სახით და ასე შემდეგ და ეს გამოცდილება მე მგონი დაუგროვდა ყველას იმ ადამიანებს, რომლითაც სინამდვილეში ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო უნდა ამაყობდეს და პირველ რიგში კიდევ ერთხელ ზვიად რატიანს გამოვყოფ, იმიტომ რომ დღეს მისი სასამართლო პროცესი იყო, ხო და აქედან მოვიკითხავ კიდეც, იმიტომ რომ ვიცი რომ პოლიტპატიმრები უყურებენ თქვენს ტელევიზიასაც და რამდენიმე სხვა არხსაც და ზვიად იცით როგორი შეგრძნება იყო, გარკვეულწილად არსებობს ეს დაუსრულებელი უხერხულობა, მათ შორის პროკურორის მხრიდან, მოსამართლის მხრიდან, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, ვის ასამართლებენ და როგორ ადამიანებს ამ ქვეყნის მართლა საუკეთესო ნაწილს პატიოსან და მართალ ადამიანებს მასობრივად ასამართლებენ და უწევთ ჯალათების როლში ყოფნა. და მე არ მგონია რომ ვინმესთვის იყოს ეს კომფორტული. თუ ეს ვინმესთვის სასამართლოში დღეს კომფორტულია, ეს ნიშნავს რომ მართლა ყველანაირი სინდისის და შუბლის ძარღვის გაწყვეტასთან გვაქვს საქმე და გვაქვს კიდეც სამწუხაროდ, იმიტომ რომ ის განაჩენები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, ის უსამართლო განაჩენები, როდესაც სრულიად მართალ ადამიანებს და ახალგაზრდა ადამიანებს 20 და 21 წლის ახალგაზრდებს 5 წლით და 4 და 6 თვით უშვებ ციხეში, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ შენ დაკარგული გაქვს შენი პროფესიაც, იმიტომ რომ სასამართლოში მოსამართლე უნდა პირველ რიგში სამართალს ემსახურებოდეს და აი ამდენი თვეავ ჩვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად ამ ყველაფრის მათი პრინციპების წინააღმდეგ უწევთ წასვლა. ხანსა ბევრი თანხმდება, რომ ეს არ არის განაჩენები, რომელიც წყვეტს მხოლოდ ერთი კონკრეტული ბრალდებულის ბედს. პრინციპში ეს ფაქტიც არის, თუ გადავხედავთ იმ რეზონანსს, რაც ამ საქმეებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც მოყვა, არაერთ ანგარიშში, თუ საჯარო განცხადებაში, სხვადასხვა ფორმატში მოხვდა ეს საქმეები. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გავლენა აქვს ამ საქმეებს ქვეყანაზე და ამ ქვეყნის საზოგადოებაზე? ძალიან ცუდი გავლენა აქვს. ჩვენ ვიცით, რომ აგერ 31 აგვისტოს გაერთგვარი დედლაინი არსებობს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, რომ მათ გამოავლინონ, აქვთ თუ არა სინამდვილეში მართლაც ნება, ერთგვარი ნება, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის მიმართულებით წაიყვანონ და ნახეთ დღეს რაც მოხდა, ხო, არასამთავრობოებთან მიმართებაში და ყოველდღიურად, როგორც სასამართლო სისტემა, ისე ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება
ყოველდღიური ნაბიჯებით ამტკიცებს იმას, რომ სამწუხარო რეალობა არის ასეთი, რომ ჩვენი ხელისუფლება ნათლად აჩვენებს, რომ ეს ქვეყანა მათ სურთ, რომ არა ევროპის, არამედ რუსეთის მიმართულებით წაიყვანონ. რაც შეეხება თვითონ რამდენად მოხერხდა, ხო, იმ პოლიტპატიმრების გაშავება ნამდვილად ვერ მოხერხდა. პირიქით ყოველდღიურად, როდესაც საზოგადოება ისმენდა თქვენი ეთერებით და ტელეეთერებით ამ ადამიანების გამოსვლებს, იმ არგუმენტაციას, რომელიც მათ ადვოკატებს ჰქონდათ, პირიქით მე ვფიქრობ, რომ თუნდაც მათ ამ მომრჩეველში გაჩნდა გარკვეულწილად ემპათია, იმიტომ რომ სიმართლე არ შეიძლება რომ იყოს დამალული და სიმართლემ ვერ მიაკულიოს ადამიანების გულებამდე გზა. აქ სწორედ ამის ეს გახდა მიზეზი იმის, რომ დაიხურა სასამართლო პროცესები, აიკრძალა ფოტო-ვიდეო გადაღება და დღეს აი ყოველ წამიერად აკონტროლებენ სასამართლო დარბაზებში, რომ შემთხვევით ვინმეს კადრი, პოლიტპატიმრის კადრი არ გახდეს თვალსაჩინო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ მათი დანახვაც კი, მათი გულსრველი თვალების დანახვაც კი საზოგადოებაზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას და მე ვფიქრობ, რომ არავის ყველას ესმის ძალიან კარგად, რომ აი მაგალითად სილის გაწნისთვის, რაც თქვა მზია ამაღლობელის შემთხვევაში მოხდა, ხო, არ შეიძლება კი მე ბოლოს გადააკვალიფიცირეს, იმდენად აბსურდული იყო და 2 წლამდე დაიყვანეს, მაგრამ ეს 2 წელიც არაკანონზომიერია. ისევე როგორც არაკანონზომიერია ზვიად რატიანისთვის აი სილის გაწნის პრეცედენტი 4-დან 7 წლამდე პატიმრობით განიხილებოდეს. ყველა ხვდება ამას, რომ როგორ შეიძლება სილის გაწნის რაც ქონდა მზიას, რომელიც სხვათა შორის ხო, აგერ გუშინ გავიკეთ, რომ ვაცლავ ჰაველის პრემიაზე არის მოკლესიაში და ეს ძალიან ბევრ ამაზე მეტყველებს იმაზე, რომ როგორც გიორგიმ თქვა, ეს ადამიანები არიან არა დამნაშავეები, არამედ არიან თავისუფალი სიტყვის დამცველები, არიან ამ ქვეყნის სინდისი, თავისუფალი მოქალაქეების სინდისი და ამაზე მეტყველებს საერთაშორისო საზოგადოებაც და მე ძალიან წუხვარ, რომ ჩვენი ქვეყანა მოექცა იმ რაკურსში, რომ აი ასეთი მიმართულებით ადრე რუსეთიდან და ბელარუსიდან რო ვიგებდით, რომ იქ სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები აი სხვადასხვა ასეთი ტიპის პრემიებს იღებდნენ, დღეს აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოქალაქეებიც ამ სიაში არიან, სწორედ იმიტომ, რომ დიქტატორულად და ავტოკრატიულად იქცა ის რეჟიმი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და სამწუხაროდ ეს პროცესები ყოველდღიურად უარესდება. და სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სამოქალაქო პოზიცია და იაზრებდნენ იმას, რომ რუსთაველის პროტესტში გადის დღეს ამ ქვეყნის მომავალი და იქ დგომა და ერთად დგომა არის ის, რაც ამ ქვეყანას მოუკავს გამარჯვებას.